სიგნიფიკაცია. მოლოდინი, მოწყენილობა, უკონტაქტობა, გაჩერებული სიტუაცია, მოლოდინი იმისა, რომ ეს წყვილი, თქვენი წყვილი მომავალში ისევ აყვავდება და ეს ბნელი ღამე სინათლით შეიცვლება. აი ამის მოლოდინი გაქვთ. უმოქმედო სიტუაცია, სადაც გაქვთ უძილო ღამეები, გინდათ ამ ყველაფრის დავიწყება და ახალი გზის დაწყება, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავთ წინ. რატო გაქვს ეს წინააღმდეგობები? ვერ უშვებ წარსულს და იმიტომ ვერ მიდიხარ ახალ გზაზე და შენი ცხოვრების აწმყოში დაატარებ ამ ტვირთს. ადამიანმა არ გადმოდგა ის ნაბიჯი, რაც უნდა გადმოედგა. პირიქით, საწინააღმდეგო მხარეს წავიდა. ეს თქვენი აშენებული იმპერია, ანუ ურთიერთობა, თითქოს ჩაქვრა. მის ნაბიჯზე იყო დამოკიდებული, მაგრამ როგორი რაღაცა, იცი, თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ადამიანს ელოდებით თქვენი სულის მრავალფეროვნებით. ფიქრობთ, რომ თქვენ ხო არ გადადგათ ნაბიჯი, ეძებთ რაიმე ალტერნატივას ქმედებისთვის. აი მარტო გრძნობთ თავს. აქ ასევე არის ის, რომ შეიძლება ვიღაცა ახალიც არის თქვენს ცხოვრებაში. და არჩევანის გაკეთება გიჭირთ. გადაწყვეტილებას მიიღებს მამაკაცი, რომელიც შენს გონებაში 24/7-ზე მუდამ ტრიალებს.
რა გადაწყვეტილებას მიიღოს მამაკაცი. მის თავში არის ხალხო საშინელება ტრიალებს ახლა. აი ტვინი უდუხს რო იტყვიან. ძალიან დიდი დანაკლისი აქვს. სამკუთხედი იყო. მანძილი იყო თქვენ შორის. სულ მანძილი იყო თქვენ შორის. ამას უყვარხართ, მაგრამ აი თუ არაფერი შეცვალა იცის, რომ მარტო სექსუალური კავშირი დამთავრებული ამბავია, ანუ ესე ვეღარ გაგრძელდება, ვეღარ გადავა ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე. ასევე იცის ისიც, რომ აქ დიდხნიანი ურთიერთობა, ეს არ არის ერთი და ორ თვიანი. ეს მინიმუმ 1 წლიანი და მეტი ურთიერთობა, სადაც რაღაცა იცი უნდა განახლება ამ ურთიერთობის, მაგრამ აი ეს ნაბიჯი, რომელიც ამან პირიქით გააკეთა და იმ მეორე მხარეს წავიდა და გავიდა ამ ურთიერთობიდან, არჩევანი შეიძლება ოჯახზე გააკეთა ადამიანმა. იცის რომ ამაზე რაღაცა გადაწყვეტილების საკითხიზე გვაქვს ხო აქ საუბარი და ეს გადაწყვეტილება რო იქით მიიღო, იცის რომ ამ ფორმატით, რა ფორმატითაც იყო ვერ მოვა. გავიგეთ ეს, იმიტომ რომ თქვენ კაცრად დაუდეგთ, რომ როგორც იყო ძველებურად და სულელურად, ისე რომ არ ვიცოდი ამ ურთიერთობაში სად მივდიოდი, რა იყო, რას ვიწყებდი, რას ვამთავრებდი, ესე აღარ იქნება. ან იქნება ისე, ან იქნება ესე. გავიგეთ, მომავალი 2 თვის განმავლობაში მამაკაცი, რომელიც შენს თავში არის 24/7-ზე. 24 საათი კვირაში 7 დღე, ხო? მომავალი 2 თვის განმავლობაში თქვენს ახლანდელ კავშირში შეცვლის რამეს. ფიქრობს სხვათა შორის, ფიქრობს. რა დღეშია? იცი რას ელოდება ეს ადამიანი სხვათა შორის? თქვენ ეთყობა სექსუალური ურთიერთობა ძალიან მაგარი გაქვთ და ვერ გაძლევთ, ფიქრობს ეს კაცი. ძალიან დაგიმძიმდებათ ეს სიტუაცია და ელოდება თქვენგან რაიმე ნიშანს. მაგრამ აქ ისეთი გოგო მყავს, რომ ამან აქ თავის თავი აირჩია და დუმს, არაფერს არ აპირებს საერთოდ. კი ძალიან
აქტივად და უძილო ღამეები გაქვთ, რომ არ იცით რა არჩევანს გააკეთებს ეს კაცი, გამოვა ოჯახიდან, არ გამოვა, ოჯახს აირჩევს, რა იქნება მომავალში, აზრზე არა ხართ, მოვა თქვენთან ახალი გადაწყვეტილებით თუ არ მოვა და არც გაქვთ იმედი. კარგი კაცო, ესე იგი ეს არ გვეუბნება, ეხლა მე კითხავს სამყაროს. მინდა ვკითხო ბედის წერას. აროს დასტის დახმარებით. არ ვიცი ვიზევშლი, მაგრამ ვისიც არის ეს გაშლა. ვინც უყურებს ახლა ამ ვიდეოს, ამ დრომდე. ვისიც ეს ქალი ფიქრობს ახლა ვიდეოს როცა გახსნის. ნებისმიერ დროს. ვიზეც ეს ქალი ფიქრობს მამაკაცზე. ეს მამაკაცი დაბრუნდება თუ არა. დაბრუნდება თუ არა ამ ქალთან. იმ გადაწყვეტილებით, რის გამოც მოხდა მათი გაშორება, განშორება. რამდენი ერთმანეთს გამოვიდა. ეს სიახლეებს იმ კუთხით, რა კუთხითაც შენ გინდა ეწინააღმდეგება. აქ გამოჩენა ჩემო ძვირფასებო, აქ გამოჩენა შეიძლება ეს ადამიანი გამოვიდეს კომუნიკაციაზე, მაგრამ იმ ცვლილებას, რა ცვლილებაც უნდა იყოს ამ ურთიერთობაში, რისთვისაც მოხდა გაშორება, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ეს ადამიანი. შეიძლება მოულოდნელად მოვიდეს თქვენთან, იმიტომ რომ ვერ გადის თქვენი ურთიერთობიდან, ვერ გადის. შეიძლება დუმდეს და ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდი მაგრამ გამოვა უცლებია. არა. აქ თუ სერიოზულ ურთიერთობაზეა საუბარი, აქ მამაკაცი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ დაუშვათ გამოვიდეს იმ მესამე ფაქტორიდან და თქვენთან მოვიდეს ამ სერიოზული შემოთავაზებით. არა, ჩემო სიხარულებო. აქ გეუბნებით, ეს მამაკაცი შეიძლება მოვიდეს, დაგადგეთ კომუნიკაცია ძაღლ იქნება რაღაც, მაგრამ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც ამას უნდა მიიღო თქვენს პერსპექტივებთან დაკავშირებით. არა, ეს ეწინააღმდეგება, ასე ვთქვათ, სულ ებრძვის ეს კაცი, ცოტა იცი როგორი არის, სულ რაღაცას ეწინააღმდეგება. ებრძვის იმ პერსპექტივებს, რომელიც რეალურად მის სულში იწვევს დისბალანსურ ემოციურ ფონს, ისევ როგორც თქვენში. თან ბრაზდება თავის თავზე, თან ვერ გამოდის ურთიერთობიდან. აქ სხვათა შორის
აქ რაღაცა უნდა მიმხვდარიყო ამ კაცს, იმიტომ დაემართა ეს რაც დაემართა, ეხლა რა მდგომარეობაშიც არის, რომ ეს რაღაცას რა ეს უნდა მიმხვდარიყო, რომ ასე არ შეიძლება სამკუთხედურ სიტუაციაში ურთიერთობა არ შეიძლება ამდენი ხანი, იმიტომ რომ სამკუთხედი ძვირფასება შემთხვევით არ გეძლევა ადამიანს, არც ქალს და არც კაცს. იქ ან კაცმა უნდა გააცნობიეროს რაღაცა, ან ქალმა, ან ორივემ. ძირითად შემთხვევაში ორივემ ხოლმე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო ლიმიტი, ხო? დაუშვათ თუ გადის დრო და არაფერი არ იცვლება. არც ქალის პოზიციიდან, არც კაცის პოზიციიდან, ახლა ქალის პოზიციიდან შეიძლება იცვლებოდეს ის, რომ ეს ქალი ითხოვს, რომ ან დაუშვათ გააკეთე არჩევანი წადი, ან დარჩი ჩემთან, ხო? ესე მიდი-მოდი სადამდე შეიძლება. ამ შემთხვევაში არის ის მდგომარეობა, როდესაც კაცმა უნდა აიღოს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი, ასე ვთქვათ, სწორი არჩევანი. თავის პოზიციაში ყოფნაზე. ძირითად შემთხვევაში თუ დაუშვათ აი ცოლ-ქმარსაც სამკუთხედური სიტუაცია, როდესაც ემართებათ, ესეც არ არის შემთხვევით და ვიღაცა ქალია დეგენერატიული, ჩემი ქმარია დეგენერატიული, არა. აქ ცოლმაც რაღაც უნდა გააცნობიეროს, ქმარმაც რაღაც უნდა გააცნობიეროს, საყვარელმაც რაღაც უნდა გააცნობიეროს, ერთმაც და მეორემაც. შემთხვევები არ არსებობს. მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ გადის რაღაცა გარკვეული დრო, იქ აძლევენ დროს, რომ პირობითად იმ ცოლმა გააცნობიეროს რაღაცა, თუ ცოლის ბრალია ურთიერთობაში, რაღაცა რის გამოც ქმარმა დაუშვათ საყვარელი გაიჩინა და ეხა იტყვია, რომ ცოლის ბრალი რა არის, ოჯახს უვლის, მთელი ამბები იქით-აქეთ, მაგრამ აქ საერთოდ არ იგულისხმება ის, რომ შენ ცუდი ქალი ხარ და რაღაცა, არა. კი, ოჯახს უვლი ყველაფერს აკეთებ, რაც გევალება მიწიერად, მაგრამ შენ სულიერ ცხოვრებაში, მდგომარეობაში, შენ ზრდა არ აქვს არანაირი პირიქით, სულ რაღაცა მოწყენილი ხარ, სულ რაღაცა ესე, სულ რაღაცა დაღლილი, უკმაყოფილო და ანუ ასე ვთქვათ, შენი სულიერი პროგრესი არ ხდება. და უკვე მერე ხდება ამ კუთხით შენი ასე ვთქვათ გამოღვიძება, ეხლა ცოლებზე გვაქვს საუბარი, ხო? მე იმის მაგია, რომ ადამიანებმა ჩვენს თავში ჩავიდეთ და რაღაცები დავინახოთ, გავაცნობიეროთ, ამის მაგივრად ყოველთვის ადვილია, რომ სხვას დავაბრალოთ. ამათ მე ღალატს არ ვამართლებ ამით ნამდვილად, მაგრამ ესე ერთი შეხედვით შაბლონურად არ არის ყველაფერი ჩემო-კარგებო, მაგ ყველაფერს აქვს თავის მიზეზ-შედეგობრივი დანიშნულება, მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის. ხო და ამაზე ვთქვით, რომ აქ მამაკაცმა პირობითად ძირითად შემთხვევაში შეიძლება ქალი არაფერ შუაში არ იყოს, კაცის კარმა აქ მთავარ ეპიცენტრში, ხო? არის სხვადასხვა მიმართულების ურთიერთობები. აი პირობითად ეხა აი აქ კაცმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ კაცი ამუშავებს რაღაცა კარმულ თემას, ყველაზე მნიშვნელოვანს ამ ურთიერთობაში, ამ სამკუთხედში. და ეს კაცი ეწინააღმდეგება, დიდი ხანია უკვე ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ გაბრაზდება, იქით-აქეთ, ვერც გადის, ვერც მოდის და ვერც გავა და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს იმას, რასაც სამყარო ეუბნება შენი სახით, სიტუაციის სახით, იმის სახით, ამის სახით, ამ ყველაფერს გაურბის, გამიგე, გაურბის, არ უფიქრდება, რომ ბჭო, აი რატომ ვარ სულ ასეთ სიტუაციაში, ხო? აი რას არ ვაკეთებ, საკუთარ თავზე არ სულ გარბის ეს ადამიანი და აი ეს თემაა და ეს ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას, ისევ იგივე პოზიციაში რჩება. მე გიგისურვებთ, როგორც ყოველთვის, ყველაფერს კარგს, ძვირფასებო, ბედნიერ, პოზიტიურ, წარმატებულ დღეს, რა დღის მონაკვეთშიც ამ ვიდეოს გახსნით და რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ სულში მზეს.